მოგკითხა მეგობრებო, ისევ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი მარიოტის ამბებში. მაგრამ აქავა რომ სათქმელი თქვა. წამოსულა. ერთ სიტყვით ვარ მარიოტის აქტიური თანამშრომელი ვარ. ან გავითქვიფე საერთაშორისო ურთიერთობებში. უკვე ტურისტულ ბიზნესაც ვაწვევი, კავშირები მაქვს ძღოლებთან, გიდებთან. ზოგჯერ ახლა ყველა საქმეზე მე ხო ვერ მივდიოდი და ნაწილებდი ჯგუფებს, თან აქ მუშაობდი, თან მიხარულა ჩემაბებში და იგაილი ხო მიწყობდა ხელს და ასე ვთქვათ, მაშინ რომ ეწლები იყო 2005, 2006, 2007, ასე ვთქვათ, ტურიზმი ფეხს იკიდებდა და პიტაპირ ვიყავი იამაყებ კიდევაც ცოტათი საფუძვლებთან. ფაქტობრივად რაც კი თბილისში ხდებოდა, უკვე სასტუმროები მაშინ მარტო შერატონი იყო. არ იყო სასტუმროები, ფაქტობრივად მთელი ეს უცხოელების ტურისტები ჩამოდიოდნენ მარიოტში და მერე გაიხსნა სასტუმრო შერატონთან და უკვე დაწყნარდა სიტუაცია მის დროს და უკვე ხალხი ტურისტული ბიზნესის მიმართულება იწყებდა განვითარებას და ამ განვითარებაში ლომის წილი, აი ხო ტურისტული დეპარტამენტი და ალბათ ის თანამშრომლები ვიც ადრე იყვნენ კავშირი მქონდა მაგათთან და ნენენა ვითარდებოდა ეს სფერო და მეც ძალიან აქტიურობდი ამ ამბავში. მაგრამ საქართველოში ის ავის მომასწავლებელი წელი 2008 წელი უკვე პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა, ნუ ეხლა ძალიან ბევრ სიღრმეებში არ წავა და 7 აგვისტოს დაიწყო ომი და ფართო მასშტაბიანი ოპერაცია რუსეთმა დაიწყო 2008 წელს. იმ პერიოდში იგაელი აქ არ იყო სადღაც იყო წასული და იგაელი ჩამოვიდა 10 აგვისტოს კორეცკი. და ომი რო დაიწყო, იქიდან ტელეფონი აბაკა მიდი ახლა ხო იცი როგორ უნდა გააკეთო და მეუნებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა საერთოდ სასტუმრო ბიზნესში და ნუ მარიოტს ასეთი პროგრამა ქონდა რაღაცა ომი თუ დაიწყებოდა რამის და მაგვარი სასტუმრო ვალდებული იყო თავისი სტუმრები უზრუნველყო უსაფრთხოდ და აეროპორტამდე რამენერად უნდა წასულიყვნენ ქვეყნიდან. გახსოვთ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, ბიჭები იღუპებოდნენ, მაგრამ ნუ მთელი თბილისი საქართველო ფეხზე იდგა და თავისთავად მარიოტიც და როგორ მახსოვს აი მთელი მენეჯერები, აი როგორ მიყვარს ეს ხალხი. გადამწყვეტ მომენტში აი როგორ იყვნენ, იცი აი დილიდან საღამომდე აქ იყვნენ სასტუმროში, რომ ეს სტუმრები რამენერად განერიდებინათ ამ იმას და როგორ მახსოვს განერიდება ამას ჭირდებოდა ტრანსპორტი და ტრანსპორტის სფერო დამაბარეს ჩამაბარეს მე. ეს ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. ნუ რა იგულისხმებოდა ეხლა ტრანსპორტში. სიტუაციას უყურებდნენ, ეხლა ყველას კი ეუბნებოდნენ წასულიყო, მაგრამ აუცილებლად აი ეხლა როგორც ეხლა მარშრუტკა დგას ეგერ. 2 მარშრუტკა აქ უნდა მდგარიყო, 2 მარშრუტკა ქორჩიათის სასტუმროსთან და სუბუქი მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სტუმრების გაყვანას პირველივე ბრძანებაზე. ავიარეისები ხო არ დაფრინა, ომი დაიწყო და ბევრმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა ფრენა. ამიტომ ჩვენ სასტუმროს და მეს არ ვიტყვი, ჩვენ უზრუნველყო ან აზერბაიჯანის საზღვარზე მიგვიყვანა მანქანით, ან სომხეთის საზღვარზე, რომ საქართველოს გაცვლოდნენ ეს სტუმრები და აი მანდ უკვე ჩემი მეგობრების კავშირები ხომ ყავს ხონდა და მე უზრუნველყავდი, იმიტომ რომ 3 სტუმარი უნდა წასულიყო, თქვა სადახლოსკენ, 3 სტუმარი ერევანში, 3 სტუმარი ბაქოში და აი საზღვრების ეს ტრანსპორტის უზრუნველყოფა უნდა გაგვეკეთებინა და ძალიან დიდი რიარია და ორომტრიაში ჩავეფელით. მას დაემატა საერთაშორისოები, უკვე თითქმის ყველა საერთაშორისომ თავისი თანამშრომლების გაყვანა მოინდომა, მაგრამ სად არის ტრანსპორტი?
გაიხედეს, გამოიხედეს და აკა გამარჯობა. და აკა, ესე იგი და ამოიდგინე რა დღეში ვიყავი, ყველა მე მირეკავდა, იმიტომ რომ გახსოვთ ახლა მე ასე პოლიტიკური მეებში არ ჩავწვდები, მაგრამ საქართველოს გაიხიკა წითელი ხიდისკენ, იმისკენ და ტრანსპორტი არ იყო. და ამ დროს უკვე ჩავეფალი, იმიტომ მე კავშირი მქონდა სულ ავტობუსის ძღოლებთან, ავტოსადგურთან და საერთაშორისო ტრანსპორტის ევაკუაციას ხელმძღვანელობდი მე. ოპერაციას ერქვა ევაკუაცია. ფაქტობრივად ვიდან ომი როდის დამთავრდა 14-ში, ვიდან 12-მდე უზრუნველყავით ამ სტუმრების გაყვანა, დაემატა საერთაშორისოები და იგაელი ჩამოვიდა, ერევნიდან ჩამოვიდა, იმიტომ რომ თვითმფრინავები არ იყვნენ და მე არ წავედი, მე გავაგზავნე ჩემი მძღოლი. ჩემი მძღოლს ვიძახე, ახლა კავშირები ზოგი ტაქსისტობდა და იმან ჩამოიყვანა და 10-ში თუ 11-ში ჩამოვიდა იგაელი, მაგრამ უკვე დაწყნა და ისეთი კაცი იყო რა, ძალიან პასუხისმგებიანი კაცი იყო და რო ჩამოვიდა უკვე ყველაფერი რო ნახა, სტუმრები უკვე ევაკუირებულები იყვნენ სასტუმროდან, ტრანსპორტირება და უკვე თვითონაც დაწყნა და მაგრამ გადაერთო უკვე პროცესებში რაც მიდიოდა უკვე ქვეყანაში იყო აქ და მაგრამ უკვე რა მოხდა ეს სტუმრები კი გავიცილე და ბევრი საერთო ხა ავტობუსებს ვერ შეუვლებდნენ და მთელი აი წარმოიდგინეთ ერთ დღეს გონი თვითონ ავტობუსის ძებნა თვითონ ძღოლები არ მიდიოდნენ იმიტომ ისინი ცდილობდნენ რომ არ წასულიყვნენ და მალავდნენ ამ თავიანთ ავტობუსებს იმიტომ რომ ეგონათ რომ უკვე რუსეთი აქ შემოვიდოდა და თავის ქონებაზე ზრუნავდნენ და არ უნდათ რისკი არ უნდათ ძღოლებს ტაქსის აი პატარა მსუბუქი მანქანის ძღოლებს წასვლა და გახსოვთ არა გონი მიშას თავრობა წითელ ხიდან გააშნდა გარბოდა იმდენი ხალხი და ეს ხო ხალხს ნანახი ქონდა და აი ფაქტობრივად თბილისი დაიცალა მაგრამ ჩვენ აქ ვიყავით ყოველ შემთხვევაში მე არსად არ ვაპირებდი წასვლას და ისე ვიყავით ისეთი განწყობით ვიყავით რომ უე ფაქტობრივად რუსული ჯარი იგოეთან მოვიდა არა იგოეთან არა ცოტა აქითკენ ახალგორის გადასახდიდან და ყველა ელოდებოდა რომ ეს რუსული ჯარი შემოვიდოდა თბილისში და უკვე მე ხო უყურებდი რომ უკვე ხალხი ემზადებოდა რომ დიღომში და იმას საბრძოლველად დახვედროდნენ მაგრამ მე მაინც სასტუმროს არ შევდებოდი ნუ კი უყურებდი ყველაფერს მაგრამ იმით ვიყავი დაკავებული რომ ამ ხალხს უშვებდი და ეს საერთოები ნუ ეხლა წარმოიდგინეთ 20-25 საერთო ჩემი მეძე იყო მაგრამ აი ცოტა წავიტრაბახებ და ამისთვის მე ერთმა 5-მა საერთომ სპეციალური დიპლომი გადმომცარო აი ეს ორგანიზებულად და სწრაფად მოახერხეთ ტრანსპორტირება თანამშრომლების სომხეთისკენ და აზერბაიჯანისკენ. ეს შემექნა კიდო რამდენიმე პრობლემა თავისუფლად სპეციფიკური, იმიტომ იმ პერიოდში ესე იგი ტურისტული ჯგუფი ყავდა გაშვებული, ზოგი ახალციხესკენ იყო, ზოგი იქითკენ გორისკენ, ზოგი და ნუ 5 ჯგუფი და ტურისტულმა დეპარტამენტმა პიტაპირ ბრძანება გვითხრა, ყველა შეწყვიტეთ ყველა ტურები გაუშვით და 5 ჯგუფი იყო, ჩემგან ვინც იყო წასული, 5 ჯგუფი იყო, ნუ ჯგუფი 5 კაციანი, 10 კაციანი, 4 რაღაცა მოვახერხეთ. განვარიდეთ საქართველოს და 1 იყო მეცინება. ესე იგი ისრაელის საერთო მომცა ებრაელები იყვნენ ცოლქმანი რა. და 7 დღიანი ტური ქონდა და ერთ ჩემი მეგობარია ნოდარი და იმას გავაყოლე რა, მეთქი ახალციხეში და მთელი საქართველოს მოვლა უნდა და დაიწყო ეს ომი. ურეკავ ნოდარს, მეთქი ნოდარი მეთქი წამოიყვანე მოკიდე ხელი, არ მომყვებიანო. როგორ არ მომყვებიან მეთქი? აცა ეს ომიო მაშინ 9-ში თუ ყაზბეგში იყვნენ და თვითნაები ხო დაფრინა და ესა ჩვენთან ისრაელში ჩვეულებრივი ამბავიო. ურეკავ მეცო, მეცი ყურმილი ამ იმეს მეთქი და მეთქი აი ომი დაიწყო, მეგონა. ეს რა ომია, უკაცო ჩვენო ფული გადავიხადეთო და იქ უნდა წავიდოთო ბათუმშიო, მე გოდეძის უღერზე. მეთქი არ გამოვა მასე მეთქი
უნდა წამოხვიდე საგანგაშო მდგომარეობაა მეთქი. ეხლა შეიძლება გზა დაიკეტოს გოჟა, არაო. ვახ. და ეს ასაკოვანი ხარხი ჩვენ აქ ფული გადავიხადეთო და როგორ ეხლა ტურით შევწყვიტოთო? ძალიან უხერხო მდგომარეობაში ჩავარდი და რაღაც თანამდებობის პირი იყვნენ და რაღაც ისრაელიდან ჩამოსულები და ურეკავ იმას ელჩის მოადგილე იყო მოშე იყო და მოშე მეთქი არ მოდიან და რა გავაკეთო მე როგორ არ მოდი მოკიდე ხედა მეთქი როგორ მოკიდე დაი მოკიდე ხედა წამოიყვანე მეთქი რა უნდა მეუნები ნოდარის მეთქი მოკიდე ხედი ხედა წამოიყვანე არა არ მომყებიანო ყაზბეგში იყვნენ და ჩვენ უნდა ავიდეთ დერდეთ უღეტე დერდორაკის იმაზეო და მეთქი სიტყვით ამ ნოდარი ვერაფერი ვერ მოახერხა და მეთქი ან მოატყუე რაღაცა მეთქი და არა არ მიჯერებენო რა გინდა თუ რა ყაზბეგიდან წაგვიყვანეო იქით გორშიო აი მეთქი დამელოდე მეთქი მე ახლა აქ ხო ერთ ამბებში ვიყავი ახლა ადვილი არ არის იცი ეს დასტრესილი ხარ იქით აქით მაგრამ ეს არის რომელი აგვისტო იცი 9 აგვისტო და ღამე წავედი ღამე ყაზბეგში სასტუმროში იყვნენ იქ გესტჰაუსში კერძო იმასო ნუნუსთან და მეუთხარი ეს ძღოლი მეთქი სხვაგან უნდა გავაგზავნო მეთქი და მე დავიწყებ ტურს მეთქი და კარგიო მაგრამ ვიცოდეთ იქ გორიდან მეთქი ცოტა გზა დაკეტილია მეთქი იქითკენ ვერ წავალთ ახალციხისკენ მეთქი და ჩერეს თბილისი წავართ მეთქი და ცოტა დაეჭვდე თბილისი რატო წრე უნდა მეთქი არა მეთქი დაკეტეს გზე მეთქი და ეხლა თქვენ მეთქი ვიცი რომ კარგი მოგზაურები ხარ და ისა და კარგი და ამასობაში ჩამიდნენ ავტობუსში და მე ახლა უკვე ავტობუსში მეთქი იმ ჩემ ჯიპში და უყვები ახლა ამ დროს მე ყველა ტელეფონზე მირეკავს და ახლა მე ხო რაღაცებს ისტორიებს ვყვები და თან ლაპარაკ და თან მოვდივართ უკვე ყაზბეგიდან თბილისში არ გავიდე 1 საათი საათ ნახევარი და ხო მირეკავენ აბა აკა ის მანქანა გააგზავნეს ავტობუსი გააგზავნე და ამქარმა ასე მითხრა გაჩერდიო შენ ვაქო როგორ ბედაო თან მანქანა დაკავსო თან ტელეფონზე ლაპარაკობო კენოჯო საერთოს ისინი ვართო არა მესმით მეთქე ომია და ხალმა დაიწყო წივილი მე ელსო დაურეკავო და ვეთქვიო რომ შენ ამ ძღოლი ხარო და ისაო მეთქი ქარბატონო ხოიცე ტურის უნდა ელაპარაკო ფსიქოლოგია და წივის ეს ქალი და მე ჩუმა დაურეკე იმას მოშეს რა მოადი მეთქი ასე მიწით კაცო დაიკიდეო რა წამოიყვანე და ოჩე ახლა ძნელია რა ახლა თან ებრაელები თან ისინი თან უხერხული სიტუაცია ეს რაღაც ეტიკეტი გაქვს შენარჩუნებ მაგრამ ნებართვამ მომწეს რომ როგორც გინდა ისე გინდა თუ რა წამოიყვანეო და სასტუმროში დატოვე აქ თბილისში და მე ჩვენ მივხედავთო ამ წივილ-კივილში ჩამოვედი თბილისში და ლესელიძეზე ცხოვრობდნენ რაღაც სასტუმრო იყო და რომ მივიყვანე ეს ცოლქმანი იყვნენ ცოტა ასაკონები და სასტუმრო მეთქი და ხარ გავაგზელებ მეთქი სასტუმრო კი არა შენ გიჩივლებ შენ საერთოში მეთქი წამოვედი და მე დაურეკე მოშეს და არა უშავში მან დანაჩეს ჩვენ მივხედავთო და შენო გაქო ავტობუსიო რომ კი მეთქი და მარშრუტკა და მე არ ვიცი მეორე ტყით მე ორი კვირის შემდეგ დამიკავშირე და ის მოშე და უფრო რო შევხვდი მე და მეთქი რა ხდება მეთქი და გიჟები იყვნენ არა მეთქი ბოდი შეხა ვიცი რომ დიდი თანამდებობის პირები იყვნენ მაგრამ ომიღაც აი შენ კარგად იყავი მიხედე შენ საქმეშო და მე როგორც კი მოვედი ისევ დავბრუნდი მარიოტში თქი ისევ ამ ტრანსპორტირების ასე ვთქვათ მართვას და უკვე 8-9-ში მე სხვა პროცესები წავიდა ფაქტობრივად სტუმრები კი წავიდნენ აქედან მაგრამ დაიწყეს შემოსვლა ჟურნალისტები კორესპონდენტები რომლებიც აშუქებდნენ აქ მიმდინარე პროცესებს და ჭირდებათ მანქანები მე კი მყავს მანქანები თქვათ ის ტურიზმი და მაგრამ ერთ დაურეკე უარი მითხრა მეორეს დაურეკე უარი მითხრა მეთქი აი ფულს იხდიან რა მეტები უფულოდ კი არ მოდიოდნენ აი მაგალითად თუ სიტყვაზე ახლა გორში უნდა ჩასულიყავი სიტყვაზე სტავკა იყო 200 ლარი ესენი გაძლევდნენ 300 დოლარს 400 დოლარს მაგრამ ვეუნები ჩემ ძღოლებს ახლა ვინც ხო ვიცნობ ამ ძღოლებს და ვინც ატარებდნენ ვინც მემსახურებთ და გავაში ერთი 7-მა 8 კაცმა დაურეკე და არა ეხლა ომში ხო არ წავალო გორის ხარესო და იქითკენო ხო არ წავალო და
რა გინდა როქნა და პირველ დღეს უკვე მე თვითონ წავედი CNN-ის ისინი იყვნენ ჟურნალისტები CNN-ის ჟურნალისტები იყვნენ ძალიან ჭირდებოდათ რეპორტაჟი და ავდექი და 10 აგვისტოს უკვე მე თვითონ ორი კაცი ჩავიშვი ჟურნალისტები აგებული არ იყო იქ ჩავედი რაღაცები გადაიღეს გადმოიღეს უკან წამოვედი თან ტელეფონზე რეკავ და ეს უკვე არა მარტო CNN-ი წამოვიდა საფრანგეთის ალ-ჯაზირა ავი ინგლისის შვედეთის ჟურნალისტები და ყველა სჭირდება მანქანა აუ გადავირიე სადგინდა ეს რა ამ დროს მაიზერას ვენაცვალე მაიზერა ჩემი ბავშვები ამერიკაში გავიცვანი ჩვენ და გიორგი ზოგჯერ საქმეზე ტაქსისტებს უგზავნიდი ხოლმე მოდი შევიდეთ ჩიგნი და იქ მოგიყვებით ვждები მაშინაც ამ კუთხეში დავჯექი და გეტყვით რას ვაკეთებდი გიორგი მითხრა მე ვთხარი გიორგი მეთქი ბიჭო მანქანები მჭირდება მეთქი და კაი ფურს ვიხდით მეთქი რა ჟურნალისტები ხდნენ კაი მაგრამ ეშინიათ იგი იგოეთისკენ და გორისკენ წასვლა მეთქი და არ მიდიან მეთქი და მე მოგგვარებო მაქსიმ შენ უბრალოდ გამოაგზავნე კლიენტებიო და ჩვენ გავაკეთებთო მაგ საქმესა და გიორგი დავიბარე და მეორე დღეს უკვე ერთი 20 სუბუქი მანქანა იდგა მარიოტის ასე გასწვრივ ჭანტურიას ქუჩაზე მეთქი ინგლისური იცი არა მე ხა ეს კორესპონდენტი მეუბნებია თუ გამოაგზავნე ვინც ინგლისური იცის მაგრამ ხა რა იცოდნენ ხა ტაქსისტმა ინგლისურმა ერთმა ორმა ერთი-ორი საყოველთაო არა ეს პრობლემა არ არისო და წარმოვიდგინეთ უკვე ეს ჟურნალისტები რო ჩამოდიოდნენ ხო ყველას ნუ როგორ იყო ჟურნალისტები ჩამოდიოდა ჟურნალისტი ეს გადამღები 2-3 კაცი ნუ სუბუქი მანქანები ჭირდებოდა და პირველად მაიზერას ცოტა პირველად 20 მანქანა ხომ მომიყვანა და აი წეღანაც გითხარი ხა უფულოდ კი არ მიდიოდნენ ხა ის იყვნენ ისა ფრანტავიკი მეომარი ჟურნალისტები იყვნენ რა აი სადაც ომებზე და რეპორტაჟებს რო იღებენ ხოლმე აი ეს ტიპები იყვნენ რა და ყველა გამომცემლობას ყველა გაზეთს ყავს თავისი ასეთი ექსტრემალური სიტუაციების ჟურნალისტები და ნერი ინტერიერი იყო ახლა და აი გაზეთს კამზე დავჯექი აქ და დილით ახლა მეტყოდნენ აბა ამდენი მანქანა გვინდა ამდენი მანქანა სხვადასხვა კომპანიები ხო გეუბნებით იყო ძალიან ბევრი კომპანიები შვედეთი ინგლისი არაბული კომპანიები იყო 1-4-5 ალ-ჯაზირა დუბაი ნუ ყავი ერთი სიტყვით 65 რა ქვია მას მედიას ვემსახურებოდი და Fox-ი, CNN-ი, BBC საფრანგეთის გონი რადიო, რა ვიცი, ვინ აღარ იყო და ყველანი ცხოვრობდნენ აქ. და აუ აკა დასჭირდებოდა ერთი მანქანა ის ჟურნალისტები ხო ხანიკით გავარდებოდნენ, ხანაკით გამოვარდებოდნენ. ნუ მაგრამ კაი ფულს იხდიდნენ. დედასვიცა ვარ თუ წეღანავს კი თუ მაგალითად მიდიოდა ადრე მშვიდობიან სიტუაციაში 100 ლარად 150 ლარად გორაში $400-500 ისე იხდიდნენ ვითომც არაფერთო მეთქი ვიცენ ესენ კარგად იხდიან ფულს და ეს რო გაიგესო აუიმეო აკაო კაი ფულს იხდისო 20 მანქანის ნაცვლად უკვე მოვიდა 50 მანქანა და ყველას მომდა ფული მაგრამ ყველას ხო ვერ დავასაქმებდი ეგარი რა და მე პირველ რიგში მაიზერას ბიჭებს აი ეხლაც მადლობას ვეუბნები იმ ტაქსისტებს მაშინ რომ მუშაობდნენ ძალიან მაგარი საქმე გამიკეთეს მე იყო CNN-მა ვეთფრენი მოითხოვა მეთქი რა ვეთფრენი საინც მოიყარა ვეთფრენი და მაგრამ მქონდა ასეთი კავშირები და იქ რა ქვია კაცო ნატახტაში იყო ეხლა და იქიდან გავაგზავნეთ ერთი ვეთფრენი და ერთი სიტყვით ესე იგი 10-დან 25 აგვისტომდე სანამ ომი დამთავრდა 60 კომპანიას მედია ჟურნალისტებს და ამას ვემსახურებოდით მე და ჩემი მეგობრები მაიზერას ხელმძღვანელობით. 6 საათიდან ღამის 12 საათამდე აუყე სახში აღარ მივიდა. აი აქ ვიჯექი სულ და სულ ვაკონტროლებდი რომელი ჟურნალისტი საწავიდა, როგორ წავიდა, რომელი მძღოლი საწავიდა და ძალიან რომ ვიმუნოთ ეხლა
ნერვიულობ ეხა რაღაც არ მოხდეს და როგორ მახსოვს რაღაც 12 თუ 13 აგვისტოა და უცბად აი ყველაზე შოქში ჩავარდი ესე იგი ჩემი ერთ-ერთი ნეთელი თემურა იყო და ყავდა ჯიპი ყავდა და ნუ წავიდნენ ოსებმა და რუსებმა რაღაც იგოეთის კი არა ცოტა იქითკენ ტყვიავთან წაართვეს ეს მანქანა და გადმოაგდეს და მოვიდა თემურა მანქანა წამართვესო რაღაცნაირად ჩამოვიდა როგორ ჩამოვიდა აზე არა რა თქმა უნდა რაღაც ეს წამოყვა ეს ჟურნალისტები წამოყვნენ ბიჭო მეთქი მანქანა წაართვეს რა ვქნა და ეხლა მეუბნები ამ ჟურნალისტი მაგათთან თავიანთი ხელმძღვანელები ყო მეთქი მანქანა არა ესო პრობლემაა გადაგიხდითო ვა და რა ღირსო ის მანქანაო და თემურას ვეკითხები რა ღირს ის მანქანაო და ვიცი $3,000 ვიყიდე $3,000 ვიყიდეო და აი მეთქი $3,000 და $3,000 უნდა მეთქი მძღოლს მეტი რა კი $3,000 $4,000 გადმომირიცხა და მის ვა მიგეცი იმ თემურას გაუხარდა თემურას უცბად არ მოელოდა ამას მე ესე იგი როგორც კი მანქანას ართმევდნენ აი პრობლემის გარეშე იხდიდნენ იმ მანქანის აფასურს და ამ 15 დღის განმავლობაში რაც მანქანები გავაგზავნეთ 6 მანქანა წაგვართვეს და კომპანიებმა გადაიხადეს აი პრობლემის გარეშე ერთი გაჭინაურდა ერთი ძოლი იყო მოდარი იყო იმას კანადის რადიო იყო და ბოდიშიო ხანმათქვა ასე უცბად ვერ მოგცემთო ფულსო მაგრამ ერთი თვის შემდეგო მოგცემთო და ერთი თვის შემდეგ ის პული გადაგვიხადეს აი რა ვიცი აი ძალიან მაგარი იყო მაგარი ახლა როგორ შეიძლება თქვა მაგარი ახლა ომია ხალხი კვდება ისა და აი მე ძალიან ვიმუშავეთ რა რო ვიტყვიან და როგორც კი გაიგეს რომ დაკარგულ მანქანაში ეს კორესპონდენტები ფულს იხდიდნენ თავიდან რომ გამიჭიდა მანქანების მოყვანა გარეთ მელოდებოდა ცოტა ერთი 80-100 მანქანა აკა ჩვენ გაგვიში და აი ესე ფაშასავით ვიჯექი ახლა წილებდი სიტუაციას ნუ მე იქაც ხო იცი ადამიანების ახლა ზოგმა ჟურნალისტისა რა ქვია ძღოლმა ხო იცი ადამიანის ბუნება რო გებულობენ მე უკვე ეცვლებათ ტვინი და გონება და უკვე ჩემს გარეშე უნდათ უკვე ჟურნალისტებთან კავშირი დამყარება მაგათ ეგონა რომ მე რაღაცა ფულს ვეტახავდი რაღაცა და ნუ 1-2 მძღოლი მაგის გულწის დავსაჭე კიდევაც გავიდა დრო და ის ხელშეკრულება დაიდო ასე თუ ისე ომი დაწყნა და ჯერ იგოითან იყო საზღვარი მე იქით გადაიტანეს და უკვე ისეთი დინამიკი და აქტიურობით აღარ ჭირდებოდათ ჟურნალისტების მანქანები მაგრამ თქვათ ის 50-60 მანქანა რო გადიოდა ყოველ დღე უკვე ნენელა მცირდებოდა და 5-6 მანქანა გაგრძელდა ეს რაღაც სექტემბრის ნუ აგვისტოს ბოლომდე მე ეს ჟურნალისტები წავიდნენ მაგრამ მე ამოქმედი იმიტომ რომ უკვე ტოლვილები ხო დარჩნენ მაგრამ ბევრი მოხუცები ჩარჩნენ ქურთაში თამარაშენში აჩაბეჭი იქიდან და უკვე ეს ხალხი იყო წამოსაყვანი აქით და ამ წამოყვანას უკვე ამ წამოყვანის ორგანიზებასაც მე ვაკეთებდი ნუ ასე თუ ისე ციებცხელება დამთავრდა ეს ხელი პროცესები და ის მომცეს CNN-მა მადლობის სიგელი მომცა, Fox-მა მომცა მადლობის, Al-Jazeera მომცა მადლობის. ერთი 6 თუ 7 სიგელი მაქვს სახში მადლობის და დამსახურების ხილევ და ნუ იგაილი იყო ჩემი ყოველთვის მაგარი გულშემატკივრები და აი ამაყობდა საერთაშორისო და განსაკუთრებით ისრაელის საერთაშორისო ნახეთ როგორი მეგობარი მყავსო და ნუ ერთობ ძალიან პოპულარული ადამიანი გავხდი ამ დიპლომატიურ კორპუსში და მე უკვე ხო ხდებით უკვე წავიდა ეს პროცესები უკვე სამაჩაბრო და ეს პოლიტიკური ამბებია მაგრამ
მე არ გავჩერებულ ვარ, ვინაიდან კავშირები მქონდა მძღოლებთან. უღეტორვილები წამოვიდნენ, იქ ბანაკი გაიხსნა, ეს გაიხსნა, მაგრამ ხალხი მაინც ჩამოსაყვანი იყო აი ოკუპირებული სოფლებიდან, განსაკუთრებით ეს მოხუცები და დეკემბრამდე, იანვრამდე აქტიურად მუშაობდი. აქტიურად როგორ მუშაობდი, ტრანსპორტირებას უკეთებდი, გადავდიოდი იმ ოკუპირებულ ზონაში, იქიდან გადმომყავდა წითელი ჯვრით, საერთაშორისო მე ტალიანიც იყო ჩამოსული და ერთ სიტყვით ქონდა იმის საშუალებრივი გადავსულიყავი და ამ ორგანიზებას ვაკეთებდი. ალბათ ამასაც მოვყვები, იქაც ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა. აი ადამიანის ბუნება, აი ფულის გულისთვის და როგორია რომ მატერიალურ რაღაცას დაითრევს და მაგის გულისთვის ისეთ ცუდი რაღაცები გამოამჟღავნეს ადამიანებმა, ალბათ მაგაზე მეც ვილაპარაკებ. მე რამდენიმე მიცვალებული ჩამოვიყვანეთ და ზოგჯერ ისე მეუნებიან ხოლმე შენო ჩვენ არ ვიცი რა ამ სიბინძურეზე ალბათ მე ვილაპარაკებ, არ ვიცი როცა ხასიათზე მოვარ და ერთ სიტყვით აი ესეთ ამბებში ვიყავი და ეს ყველაფერი ხდებოდა მარიოჩი და რა ვიცი კოლექტივი ყოველთვის გვერდზე მედგა. ეხლაც აი უბრალოდ ეხლა მეუთხე მოდი ზოგიერთები მუშაობენ აქ ამეთ გადაგიღებთ ქართველები არიან გადაღება არ უნდათ ალბათ არ ვიცი ეს ჟურნალისტები როგორ უღებენ ხოლმე ნებართვას აზნებენ ანალიზადებიან და მე ეკითხებიან მაგრამ ჩვენ ხო ყველაფერს ნატურაში და ბუნებრივად ვიღებთ და აი ესეთი პერიოდი მქონდა 2008 წელში და 2009-შიც ეს ინერცია მოდიოდა ალბათ ამას მე მოვყვები ჩემ წიგნში და ასე ბევრის თქმაც არ შეიძლება, იმიტომ ყველაფერს თავისი პროტოკოლი აქვს, ყველაფერს თავისი რიდი აქვს, ალბათ ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ალბათ პირად საუბრებში თუ კითხვები იქნება შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ ასე ზოგადად ყველაფერი გავშიფრო და დავალაგო ასე თქვა ღიად, ჩემი აზრით არ იქნება სწორი. მე დავამთავრებ ახლა ამ ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში უკვე ჩემ ტურისტულ ბიზნესზე ვილაპარაკებ და მე დავამთავრებ ამ რუბრიკას. მაგე უკვე შემდეგი მე ვნახოთ. შევხვდებით მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოში.